მომავლის ბანაკებისთვის ლიდერების შერჩევა გრძელდება. ტესტირება 150-მდე ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც მანამდე სპეციალური ტრენინგიც ჩაუტარდა. ერთ კვირაში მათ შორის 90 საუკეთესო უნდა შეირჩეს და 15 ივლისიდან ისინი 2 თვის განმავლობაში მომავლის ბანაკებს უხელმძღვანელებენ. მესამე ეტაპზე გადავედით, ანუ იმ დატრეინინგებული კანდიდატები გადიან ახლა ტესტირებას, ანუ გამოცდის სახე მივეცით და სადღაც ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან ეს ლიდერები, რომლებიც უშუალოდ სწავლენ უკვე სამუშაოდ. ტესტირება ხარავს ყველა იმ თემას, რომელიც გავიარეთ ტრეინინგზე. ძირითადი იყო 4 მიმართულება, 4 თემატური მიმართულება, ეს იყო ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, არჩევნები, ეკოლოგია, სამოქალაქო განათლება არჩევნებისთან ერთად. პირველი ჯგუფი ვიყავი, შესაბამისად გავიარე ტესტირება, ზომიერად მარტივი იყო და თვლი რომ არ უნდა შემექმნას პრობლემა, რომ მოხვდე ლიდერთა სიაში. ნახოთ შედეგებს ველოდებით.